Salve მეგობრებო, შობა ახალი წელი გვიახლოვდება და მოდით ვისაუბროთ, რისი გაკეთება შეუძლია ახალ 2026 წელს, იმისთვის რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს საქართველოს კონსტიტუციური მთლიანობის აღდგენა და რაც შეიძლება მალე დავუბრუნოთ ჩვენი ორი ოკუპირებული ტერიტორიები, რომლებიც დღეს არ არის სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლების კონტროლ ქვეშ. ეს ტერმინია არ შეგაშინოთ. მოკლედ, პირველ რიგში ჩემი აზრით, რისი გაკეთებაც არის აუცილებლად მნიშვნელოვანი, ეს არის ქვემოდან ზემოთ პროცესების წარმართვა. ანუ რეალურად ყველა ადამიანს უნდა ქონდეს ძალიან აქტიურად გონებაში ერთი რამ ჩაბეჭდილი, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება უნდა მოხდეს ძალიან მალე და ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყურადღება მაქსიმალურად მივმართოთ ამ საკითხების გარშემო. მე პირადად რისი გაკეთება შემიძლია, როგორც ერთ ჩვეულებრივ მოქალაქეს ხარ. არ ვიცი, შეიძლება იყოს მაგალითად ამ საკითხთან დაკავშირებით საუბრების წარმართვა. ეს შეიძლება იყოს ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება და სხვა ადამიანებისთვის გაზიარება. ეს შეიძლება იყოს მე პირადად მომივიდა რაღაც იდეა, მაგალითად მივმართე არ ვიცი, მთავრობას, არასამთავრობო ორგანიზაციას, ოპოზიციურ ჯგუფებს და შევთავაზე რაღაც კონკრეტული იდეები. მეორე ეს შეიძლება იყოს პირადი ურთიერთობების აღდგენა. მე არ ვამბობ, რომ ჩვენ იმ ნაცნობებთან უნდა აღვადგინოთ აფხაზეთის კუთხეში ან ცხინვალის რეგიონში მყისიერად აუცილებლად ღესვე და ხვალვე ურთიერთობა, რომლებიც არ ვიცი, ძალიან დიდი ტკივილი მოგვაყენეს ჩვენი ოჯახის წევრები დახოცეს აწამეს. არ ვამბობ, რომ მათთან უნდა აღვადგინოთ ურთიერთობა, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანია ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელთაც რეალურად ქართველების წინააღმდეგ იარაღი არ აღუმართავთ და რეალურად მათ როგორც ეთნიკურ უმცირესობას არ უწარმოებიათ ომი საქართველოს წინააღმდეგ. ამიტომ ვფიქრობ, რომ დროა რომ რაღაც მხრივ ამ შეიგებებზეც დაიწყოს საუბარი და ფიქრი. მესამე, რომელზეც მინდა ყურადღების გამახვილება, ეს არის ვიცოდეთ ჩვენი ისტორია და მუდმივად საქართველოში ხა ისტორიის ცოდნის პრობლემა არ გვაქვს და საკმაოდ განათლებული ვართ, გასაგებია. უბრალოდ უფრო მეტი ვიფიქროთ ხო ამასთან დაკავშირებით, რეალურად რა მოხდა, როგორ შეიძლება ამ მოვლენებზე მუშაობა, რა საერთაშორისო გამოცდილება არსებობს ამ საკითხებთან დაკავშირებით და რეალურად საით უნდა წავიდეთ, რომ მაგალითად თავი ავარდოთ უსიამოვნო გართულებებს. შემდეგი საკითხი, ეს უფრო მეტად შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ საკუთარი პლატფორმები. ეს შეიძლება იყვნენ იუთუბერები, ეს შეიძლება იყვნენ ტიკტოკერები, ეს შეიძლება იყვნენ სოციალური აქტივისტები, რომლებსაც რეალურად საკუთარი პლატფორმა გააჩნიათ, შეიძლება სოციალური ქსელი, შეიძლება საჯარო გამოსვლები, შეიძლება არ ვიცი, სხვადასხვა მიმართულებით აქვთ რაღაც გარკვეული მედიუმი, რომლის საშუალებითაც ბევრ ადამიანთან გადიან კომუნიკაციაზე. მე მინდა მათ მივმართო და ვთხოვო, რომ ეს არის ის წელი, როდესაც ნიშნულოვანია, რომ ყველამ ჩვენი პლატფორმა აუცილებლად მაქსიმალურად წარმართოთ ამ ამბისკენ. მე არ ვამბობ, რომ ვიღაცამ საკუთარი ნიშა უნდა დათმოს და მაგალითად თუ საერთოდ სხვა მიმართულებით მუშაობს და აი მაგალითად ვიდეოებს აკეთებს თავის მოვლაზე, აუცილებელია, რომ მაგალითად ავტოსპორტზე ან ასე შემდეგ აუცილებლად შიფტინგი უნდა გაუკეთოს ყველაფერს და გადმოერთოს ოკუპაციის თემაზე. ამას არ ვამბობ. უბრალოდ პერიოდულად ცნობიერების ასამაღლებლად იგივე დევნილებისთვის ყურადღების მისაქცევად, იგივე მაგალითად რაღაც საკუთარი იდეების შემოსათავაზებლად ისევ და ისევ როგორ უნდა მოხდეს სოციალური რეინტეგრაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მეხუთე ეს არის ადამიანები, რომლებსაც საერთაშორისო გასვლებზე, საერთაშორისო აუდიტორიაზე აქვს ცნობა მოღვაწეობენ სხვა ქვეყანაში. მაქსიმალურად მნიშვნელოვანია საერთაშორისო მხარდაჭერა. რაც მართალია ჩვენ გვაქვს, მაგრამ აუცილებელია, რომ აი ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, გაღრმავდეს, გაცხოველებულად მიმდინარეობდეს მუშაობა საერთაშორისო აქტორებთან და მათი მხარდაჭერის მოპოვება. არ ვიცი, მინდა მოგდილოცოთ ახალი დაამდეგი 2026 წელი და მინდა გისურვოთ, რომ ღმერთის წყალობით ძალიან მალე გვენახოს საქართველო გაბრწყინებული და გამთლიანებული. გილოცავთ დაამდეგ 2026 წელს ბედნიერებას, ჯანმრთელობას, ხვავს ბარაქას და გამთლიანებულ და გაბრწყინებულ საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ.